Five Nights at Freddy's FNAF არის 2023 წლის საშინელებათა ფილმი, რომელიც ეფუძნება ამავე სახელწოდების პოპულარულ ვიდეო თამაშების სერიას. ფილმის რეჟისორია ემა დამი, ხოლო სცენარი დაწერა სკოტ კოუთონმა, თამაშის შემქმნელმა, ემამ დამიმ და სეთ ქადაბეკმა. სიუჟეტი. ფილმი მოგვითხრობს მაიკ შმიდტის ჯოშ ჰატჩერსონი ისტორიას, ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც სამუშაოს იწყებს ღამის დარაჯად მიტოვებულ ფრედი ფაზბერის პიცერიაში. მაიკს უჭირს ცხოვრებაში, რადგან მისი უმცროსი ძმა გარეტი წლების წინ გაიტაცეს და ის ცდილობს შეინარჩუნოს მეურვეობა თავის პატარა დასთან, ებისთან, პაიპერ რუბი. რადგან მათი დეიდა, მერი სტიუარტ მასტერსონი ცდილობს ების წართმევას. პიცერიაში პირველივე ღამეს მაიკი ხვდება, რომ იქ მარტო არ არის. 4 გიგანტური ანიმატრონული თოჯინა, ფრედი ფაზბერი, ბონი, ჩიკა და ფოქსი ღამით ცოცხლდებიან და მათ აკონტროლებენ იმ ბავშვების სულები, რომლებიც წლების წინ გაიტაცეს და მოკლეს პიცერიის დამფუძნებელმა, უილიამ აფტონმა, მეთიუ ლილარდი, რომელმაც მათი სხეულები ანიმატრონიკებში ჩააწყო. თავდაპირველად, მაიკი ცდილობს გაერკვეს ამ მოვლენებში და მიხვდება, რომ ანიმატრონიკები ცდილობენ ების თავიანთთან წაყვანას. ფილმის განმავლობაში მაიკი იძულებულია გაუმკლავდეს ამ საშინელ თოჯინებს და დაიცვას თავისი და. მოგვიანებით ირკვევა, რომ პოლიციელი ვანესა ელიზაბეთ ლაილი უილიამ აფტონის ქალიშვილია, რომელიც ცდილობს ანიმატრონიკების დამშვიდებას და ბავშვების სულების განთავისუფლებას. ფილმის კულმინაცია ხდება, როდესაც უილიამ აფტონი, რომელიც თავს სტივ რაგლანად ასაღებდა, გამოავლენს თავის ნამდვილ ვინაობას, ჩაიცვამს ყვითელი კურდღლის კოსტიუმს, ცნობილი როგორც Springtrap და ცდილობს მაიკისა და ების მოკვლას. საბოლოოდ ბავშვების სულები აფტონს დასჯიან და მას ანიმატრონიკის კოსტიუმში გააჭედებენ. მაიკი და ები კი ცოცხლები რჩებიან. მსახიობები: ჯოშ ჰატჩერსონი მინუს მაიკ შმიდტი, პაიპერ რუბი მინუს ები, ელიზაბეთ ლაილი მინუს ვანესა შელი, მეთიუ ლილარდი მინუს უილიამ აფტონი ზელინ სტივ რაგლანი, მერი სტიუარტ მასტერსონი მინუს დეიდა ჯეინი. მიღება: ფილმმა კრიტიკოსებისგან ძირითადად არაერთგვაროვანი შეფასებები მიიღო. ზოგიერთმა აღნიშნა, რომ ფილმი ზედმეტად მარტივია და არ გააჩნია საკმარისი საშინელებათა ელემენტები ფართო აუდიტორიისთვის, ხოლო თამაშის მოყვარულებისთვის შესაძლოა ის სავსე იყოს პასქალური კვერცხებით, easter eggs და ნაცნობი ელემენტებით. თუმცა კომერციულად წარმატებული აღმოჩნდა და $20 მილიონიანი ბიუჯეტით მსოფლიო მასშტაბით თითქმის $300 მილიონი გამოიმუშავა. ფილმი გთავაზობთ Five Nights at Freddy's, სამყაროს საკმაოდ ერთგულ ადაპტაციას, თუმცა გარკვეული თავისუფლებებიც აქვს სიუჟეტთან დაკავშირებით. ის ცდილობს გააერთიანოს საშინელებათა, თრილერისა და ოჯახური დრამის ელემენტები.